მოგესალმებით ჩემო ზეფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ დღეს რა უნდა მას სინამდვილეში რომ გააკეთოს და რას გააკეთებს. აი რა უნდა რომ გააკეთოს თქვენთვის, თქვენი ურთიერთობისთვის და რას გააკეთებს. აბა ვნახოთ. ჯერ რა თქმა უნდა სიგნიფიკაციას ვნახავთ. ეხლა რა ხდება თქვენ შორის, რომ თქვენ იცოდეთ რომ ეს არის თქვენი გაშლა. და უკვე მე გითხოთ ტაროს ფიქრობს თვითონაც ხო? აბა ვნახოთ ახლა ვინ არის აქ. უბრალოდ რა ხდება თქვენ შორის ახლა ვნახოთ. რა ხდება თქვენს შორის. ნუ მე შემიძლია გითხრათ რომ ახლა ამ წუთში თქვენ შორის ხდება სიყვარული. რაღაცა სხვათა შორის რა არის? ეცე შეიძლება იყოს ურთიერთობა მანძილზე ვიღაცისთვის, იმიტომ რომ ახლა так, საჯარო გაშლაში ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ბევრ ვარიანტებს ვამბობთ, ხო? ანუ ყველაფერი თუ რამე წამოვა ნაკადიდან. აქ პირველ რიგში შემიძლია გითხრათ რომ მართლა არის გრძნობა ნამდვილად. შეიძლება თქვენ ან ერთად ცხოვრობთ, ან თუ ერთად არ ცხოვრობთ, ეხლა დაუშვათ მანძილი, მიმოწერა მაინც გაქვთ თქვენ ახლა. ყველა ვარიანტში, აქ შეიძლება სხვათა შორის ახალი ეტაპიც იყოს თქვენს ურთიერთობაში. რაღაცა იცით როგორ დაჟე, ანუ თითქოს ეს გრძნობა, რომელიც ეხლა ჩდება თქვენში, პირველ რიგში შემიძლია თქვა, რომ ეს არ არის ესეთი გრძნობა, რომ თქვა ეხლა დაგეუფლათ. აქ უფრო დაჟე, აი ნახეთ, პირველი ვარიანტი იმათთვის იქნება, ვისაც უკვე ურთიერთობა აქვს სტაბილური, ის გრძელდება ეს ურთიერთობა, მაგრამ აი თვითონ გრძნობა რაღაც განახლებული არის. ნუ განახლებული გრძნობა რას ნიშნავს? როცა მიდის, თქვა დრო, როცა შენ ადამიანთან უკვე ხარ დიდი ხანია ურთიერთობაში, ის მართლა გადადის სხვა ეტაპზე თვითონ გრძნობაც, იმიტომ რომ უკვე სხვანაირი დამოკიდებულება, უკვე თუ დაუშვათ ვნება იყო მარტო, გადადის უკვე თქვათ, ახლა მე ნამდვილად ხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია და უკვე მიყვარს და ვიღებ მაგას უანგაროდ, იმიტომ რომ საერთოდ თასების ტუზე ეს უკვე ნიშნავს იმას, როცა ანუ თითქოს ღვთის სიყვარული არის, იმიტომ რომ ეს მაღალი ძალებისგან არის. ანუ ეს როცა დაჟე შემიძლია თქვა, რომ უანგაროც არის. ანუ ეს ისეთი ძალა, რომელსაც უკვე ადამიანი შეიძლება ვერც ხნის, რომ აი თქვათ, რატომ ვარ მასთან, აი დაუშვათ, თუ შეიძლება გითხრა, აი რატომ ხარ შენ ამ ადამიანთან და შენ იძახე თქვა, ნუ ძალიან თბილია, ძალიან მზრუნველია, ძალიან კარგია, ან დაუშვათ ახლა კარგად ვატარებ დროს, სიამოვნებს, ანუ ფულიანია, რა ვიცი, მე თქვა, კიდე რაღაციანია, აი მაგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ვნება, ან ნუ როცა შენ უკვე გადადიხარ იმ დონეზე, რომ ვერ ხსნი, აი არ ვიცი, შეიძლება ადამიანის სრულით არის თქვენგან განსხვავებული, სხვანაირი პრიორიტეტები, სხვანაირი თქვათ დონეც თუნდაც ახლა განათლების ყველაფრის, ხო, მაგრამ შენ მაინც ხარ მასთან და ვერ ხსნი, იმიტომ რომ აი ეს უკვე გადადის სხვა დონეზე, სხვა სიყვარულზე რა. ანუ მე ვიღებ ადამიანს ისეთს, როგორიც არის, ნუ მე აქ არ მაქვს ლაპარაკი აბიუზებზე და ის ტირანებზე და ასე შემდეგ და ვიტან, იმიტომ რომ რა ვქნა შვილების გამო, სახლის გამო, ბიზნესის გამო და ასე შემდეგ, ეს არ არის სიყვარული. ჩვენ სხვა რამეზე ვიზახოთ, იმიტომ რომ არის ბევრჯერ ესეთი მომენტი, როცა დაუშვათ ადამიანი, ნუ ჩვენ ხო გვაქვს დაუშვათ კლიშე ისეთი, რომ აი კაცი უნდა იყოს ასეთი, კაცმა უნდა გააკეთოს ეს, ვალდებული არის ის, სულ კაცი უნდა იყოს რაღაცა ვალდებულებებს ვაწერთ, მაგრამ მერე ნახეთ, როცა დაუშვათ ახლა ან Facebook-ში, ან Instagram-ში, ან სადღაც კიდე წაიკითხავთ ამ უამრავ რაღაცებს, მერე უკვე მიადგებით ამ თქვენ კაცს და უკვე ის თუ არ ექვემდებარება იმას, რაც წერია თქვა სოციალებში, მერე უკვე всё, მივდივარ და ანუ წინს რამე არ ვჭკო, აი შენ რომ ვარებოდი, შენ ასე მოიქცეოდი, აი შენ რომ ნამდვილად რომ, ნუ ასე შემდეგ რა. ეს უკვე არის ყველაფერი კლიშე, ასე ქვია მაგას რა.
იმიტომ რომ შეიძლება ადამიანის სიტყვაზე ფინანსურად შენ პირდაპირ ვერ გაძლევს, ვთქვათ, ვერ მუშაობს, ან არ აქვს იმდენი შემოსავალი, რაც შენ გინდა, მაგრამ სხვა რამით გავსებს, კაიგეთ, ანუ სხვა რამეს ისეც აკეთებს, რომ აი ვერ ხსნი, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს რა შეიძლება გითხრა, ნეტა რა გიყვარს მაგისი ახლა რა ერთი საჩუქარი აუროჩუქებია შენთვის, მაგრამ შენ იცი რომ შეიძლება შენ ჩირის მაგ იმდენად ივსები სხვანაირად, რომ ეს საჩუქარი შეიძლება სულაც არაფერი არ არის, აი ვერ სამჩნევ სიტყვაზე იქ, მაგრამ უბრალოდ შეიძლება ზოგჯერ გეწყინოს, იმიტომ რომ საზოგადოება ასე ამბობს. ამიტომ ურთიერთობაში ყველაზე უმთავრესი ის არის, რომ თქვენ უნდა ორმა მოილაპარაკოთ ჩვენთვის როგორია ეს სიყვარული, ჩვენთვის როგორია ეს ურთიერთობა, ჩვენ ორნი სად უნდა წავიყვანოთ ჩვენ ორმა ეს ურთიერთობა. გაიგეთ რა ხდება? ჩვენთვის როგორ ჯობია რომ ვიცხოვროთ ჩვენ. გაიგეთ? იმიტომ რომ ჩვენ ორს ეს ქსიამოვნებს როგორც ვართ ჩვენ. და აი ეს ამას როცა თქვენ შიგნით თქვენ წყვილში როცა არის მოლაპარაკება, მაშინ ურთიერთობა უკვე გადადის ასეთ დონეზე. როცა უკვე ჩვენ მოვილაპარაკეთ და დიახ და დაუშვოთ მე ვაკეთებ ამას, ვთქვათ ურთიერთობა შენ იმას, ან მოვილაპარაკ ეს შეიძლება დაჯდე და დაელაპარაკოთ, შეიძლება ისედაც შინაგანად უბრალოდ მიიღოთ ის მომენტი, რომ მე ვგრძნობ რომ ეს პიროვნება თავისი ჩემთან ყოფნით მე მავსებს. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს და თუნდაც მანძილი იყოს ჩვენ შორის, ჩვენი სიყვარული არსად არ ქრება, იმიტომ რომ ეს კიდე გავამახვილე იმათთვის, აი ნახეთ ახლა როცა არის ურთიერთობა მანძილზე, ხა მაგაზე მე ცალკე ჩავწერ ვიდეოს, მაგრამ აქ ორი სიტყვით გეტყვით, რომ როცა არის ურთიერთობა მანძილზე და სულ გემართება ეგეთი ურთიერთობა, ან გაუთავებელია, ღმერთო ჩემო, არ მთავრდება და სულ თქვათ რაღაცა მიზეზების გამო სულ გიწევთ შორს ყოფნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა იმისთვის არის, რომ რაღაცა უნდა მივხვდით თქვენ, აი რაღაცისთვის არის, იმიტომ რომ არის საჭირო აუცილებლად რომ ეს იგი ნახეთ, ესგაც არ არის აუცილებლად ყველასთვის. დაუშვოთ თქვენმა სულმა აირჩია და მისმა სულმა თქვათ, აი ეგეთი გზა რომ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა მანძილები, რისთვის რომ გავიგოთ ჩვენ რა. ყველას თავისი აქ კითხვა იყო დასმული, რომ აი ჩემი პარტნიორი ნამდვილად რა გაკვეთილს გადის ეხლა. მე მაგით ეხლა კი შემიძლია ჩავწერო საჯარო გაშლა, მაგრამ მე მაგას ვაკეთებ ინდივიდუალურად, რომ ყველა კი ზოგადად კი შეგიძლია ენერგიები თქვათ, მაგრამ აი ასე კონკრეტულად ჩემი თქვათ სული ან ჩემი პარტნიორის სული რა გზას გადის თანუშვალოდ ჩემთან, აი ეს უკვე არის საჭირო ამისთვის, რომ გამოვიყენო ის ინსტრუმენტები, რაც მე მაქვს, რა თქმა უნდა, თავისთავად ბედის მატრიცა, იმიტომ რომ იქ არის, იქ წერია, რას გადის ეს ადამიანი, მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ ურთიერთობას მანძილზე, რატომ ხდება ხშირად ეს, რომ შეიძლება თუნდაც იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ, რომ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყოს ჩვენ შორის მანძილი, ხო? და არ ვიყოთ, თქვათ, ეხლა ნუ დაუშვით ეხლა ამ წუთში სიტყვაზე ჩვენ როცა ვშლით ამას, არის ახალი წელი, ხო? ადამიანი შეიძლება არის, თქვათ, წასული, თქვათ, დავის ოჯახში, ნუ თუ დაუშვით ეხლა ოჯახი არ არის მხოლოდ, თქვათ, ეხლა ცოლ-შვილი შეიძლება, თქვათ, ნათესავებთან არის წასული სიტყვაზე, ხო? ან მეგობრებთან არის სადმე წასული სიტყვაზე, ან თქვენ შეიძლება ვაფშე წასული ხართ, დაუშვით მეგობრებთან ერთად ერთობით, სადღაც, ნუ 1000 ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ თქვენ ხართ ეხლა დაუშვით შორს ერთმანეთისგან, თქვათ, ან არა ხართ ერთად, აი მაგის მიუხედავად, მაინც თქვენ ერთმანეთი გიყვართ, თქვენ ერთმანეთის მიმართ გაქვთ ნდობა. აი ეს არის ერთ-ერთი გაკვეთილი ეგეთი რა. როცა ადამიანებს აი იმიტომ რომ ეს შეიძლება როგორ გქონდეს, ეს ნახეთ როგორი პროგრამა, ეგ როცა წავიდა არ ვუყვარ ვარ. ეს თუ არ მომწერა დროზე არ ვუყვარ ვარ. თუ დაუშვოთ მან ახლა ეგრევე იმ წუთში არ მიპასუხა, მე ჩემს თქვათ მოწერი არ ვუყვარ ვარ. გაიგეთ? ანუ ეს რას ნიშნავს, შენ შენი თავი არ გიყვარს პირველ რიგში და ხარ დამოკიდებული
გულის ხვის სიყვარულზე. ეს არის პროგრამაც ეგეთი არის მატრიცაში, როცა ადამიანი მაქსიმალურად არის, თვითონ არ აქვს სიყვარულის რესურსი ბოლომდე, იმას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ცდილობს ეს სიყვარულის რესურსი მიიღოს სხვისგან. შემავსეთ და როცა მიდის ადამიანი შორს, თქვათ და შენ ახლა მაგით გასწავლიან, რომ შენ დაკავდი შენი საქმით, შენ დაკავდი შენი თქვათ ახლა ცხოვრებით, ნუ ხარ დამოკიდებული შენს პარტნიორზე და მის სიტყვებზე და გითხრა, არ გითხრა, ანუ ეს ძალიან ისეთი თემა არის, მაგაზე მართლა თუ გინდათ გავაკეთოთ ჩვენ ცალკე გაშლა ურთიერთობა მანძილზე და იქ მე უფრო კიდე ამ თემაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ აქ ახლა მე ვხედავ, რომ წყვილი უკვე მივიდა იმ დონემდე, როცა უკვე ეს ყველა, ნახეთ, ეს ყველა პრობლემები უკვე გაუშვეს, ნახეთ, ტრანსფორმაცია რამხელა არის გავლილი. აქ ადამიანებმა ძალიან კარგად უკვე დატოვეს წარსულში აი ეს სიტუაცია. უკვე არ აწუხებთ მაგათ ის მომენტი, რომ დაუშვათ თუ შენ ხარ მანძილზე, მე გენდობი, მაინც კარგად მე და შეიძლება თქვენთვის ატარებ დროს, ის თავისთვის ცხოვრებაში ბევრი რაღაც ვარიანტები შეიძლება იყოს, მაგრამ იმის მიუხედავად მაინც სიყვარული არსებობს ჩვენ შორის, იმიტომ რომ ეს უკვე დარდე და ეს ყველაფერი ჩვენ გავუშვით, უკვე აღარ არის ისე როგორც იყო. ჩვენ უკვე ბევრი რამე გავიგეთ და უკვე აქ შეიძლება ორივეს აქ თავისი თქვა საზღვრები, თავისი თქვა ახლა ანუ მე არ გადავალ შენ საზღვრებს, შენ ჩემს საზღვრებს არ გადავხვალ და შეიძლება ცალ-ცალკე ვიყოთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ ეს სიყვარული არსებობს და ერთმანეთი გვიყვარს, ანუ აქ ეჭვი არ არის. გაიგეთ რა ხდება? არ არის ეჭვი რომ იმაზე რომ უყვარვარ თუ არ უყვარვარ, მაგრამ ეს არის აქ არის გაკეთებული ძალიან დიდი გზა გავლილი. ეს არ მოვიდა ისე რომ თქვა უცბად გავიღვიძე და ვთქვი რომ არა, იცი რა, აღარ ვიფიქრებ, აღარ ვიეჭვიანებ, აღარ ვინერვიულებ. არა, აქ ადამიანი იმუშავა თავის თავზე, მიხვდა, იმიტომ გეუბნებით რომ პარტნიორი როცა თუნდაც მიდის, ან რამეს გეუბნება თან მტკივნეულს და თქვენ ვერ ხსნით, რატომ ასე იქცევა, დაფიქრდით ყოველთვის, არა იმიტომ რატომ ასე მომექცა, არა, რისთვის, რა უნდა გავიგო მე ეხლა, აი ამ კითხვას როცა დასვავთ თქვენ და აი ნახავთ თქვენ რამდენი ინფორმაცია წამოვა და რამდენი რამის მივხვდებით და იტყვით ვაიმე თუმრმე მართლა რატომ მოხდა ეს ყველაფერი. შენ თუ იტირებ და ვაიმე რატომ მეკცევა მასე, ეს არის ხვერპლის როლი ყოველთვის, რატომ მეკცევა მასე. აი რისთვის ეს არის უკვე ზრდასრული ადამიანის პოზიცია და აი მაშინ უკვე შენ უფიქრდები რისთვის და ფიქრდები, მიხვდები, აი აქ ეს გზა გამოვლილი აქ ადამიანებს და უკვე აღარ აქვს ამაზე საუბრები, რომ თქვათ შენ მე დაუშვოთ არ მიყვარხარ, ну ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის მაქსიმალურად შემიძლია გითხრათ, რომ ამ წყვილს აქვს ეს. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენი კითხვა, ხო? ან თუნდაც ახლა კარგეთ, მოდით აბა ვნახოთ, ახლა მე ვიცი რომ თქვენ გაინტერესებთ, ანუ დავუშვოთ გრძნობა მაგისი. თუმცა ახლა გადასარევად არის ისედაც ახსნილი. მოდით როგორ გავაკეთოთ ახლა. აი ასე რომ თქვათ, თუ ბიჭებიც უყურებენ, დავუშვოთ რომ ორივეს გქონდეთ თქვენ წარმოდგენა. აი დავუშვათ ახლა ამ შემთხვევაში, ხო? ვნახოთ გოგოს თქვენ ნამდვილი გოგოსი, ნამდვილი გრძნობა. ეხლა აი აქ ამ სიტუაციაში რა არის ნამდვილი თქვენი გრძნობა? ამ პიროვნების მიმართ, ხო? ნამდვილი გრძნობა. რას გრძნობთ თქვენ? ნამდვილად. და ვკითხოთ ბიჭის ნამდვილი გრძნობა, ხო? თქვენი პარტნიორის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ძალიან მინდა რომ ეს გაითვალისწინოთ თქვენ, მე როცა ვამბობ პარტნიორი, იმიტომ რომ კითხვები იყო, პარტნიორზე როცა ვამბობ, თქვენ უყურებთ მეუღლეზე. თქვენი მეუღლე თქვენი პარტნიორი არის ურთიერთობაში. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვაში ამას ვაქსოვებ და მინდა რომ თქვენ ეს იცოდეთ, რომ მე არ მითხრათ, რომ აი ქმარი პარტნიორია თქვენი, ნათესავი ხო არა? კარგით. გოგოსი
აი ნახეთ, რა საინტერესო არის სიტყვას. შეხედეთ. თქვენ უკვე ნამდვილად, აი რასაც ეს ადამიანი თქვენ, აი გრძნობა, ხო? თქვენ გრძნობთ იმას, მოდით ასე ვთქვათ, რომ ეს ადამიანი, რასაც გეუბნება თქვენ მაგას იღებთ უკვე სერიოზულად. გაიგეთ? ანუ თქვენთვის თუნდაც იმისი ნათქვამიც არის სერიოზული. კი, შეიძლება დაუშვოთ ახლა რა თქმა უნდა, გოგო ყოველთვის უნდა იყოს ცოტა უკმაყოფილო, ეს ძალიან კარგი პოზიცია და ახაც ნახეთ გოგო ცოტა უკმაყოფილო რო არის რა. იმიტომ რომ უფრო მეტი მინდა, ხო? იმიტომ რომ აქ ახლა ნახეთ აქ პრინციპში ხო გითხარით, ისეთი ურთიერთობა არის უკაცრავად ახლა გამოვირთო რაღაც შემოდის. აი ასე არის. ბოდიში. აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ მოკატიეთ ზარი იყო. აქ არის როგორი მომენტი, ნახეთ, როცა უკვე თქვენი ნამდვილი თქვენ უკვე ხართ როგორ იცით, აი აქ პრინციპში თქვენ უკვე მართლა სტაბილურად გაქვთ პენტაკლები საერთოდ მე იმდენად არ მეყვარს როცა არის თქვათ გრძნობაზე, მაგრამ ის რომ სტაბილურად თქვენ იცით რომ ეს ამ ადამიანს თუნდაც უყვარ ხართ სიტყვაზე, ეგ კი. კი, ნუ თქვენში ნახეთ რა ტრანსფორმაცია. გოგოებო, აქ ნახეთ რა ხდება კიდე თქვენს გრძნობაზე, ნახეთ შეხედეთ. აქ თქვენ ხართ როგორ პროცესში ახლა. უნდა აი ნახეთ, დაიჭირეთ რა. ტრანსფორმაციას გადეხართ. ორი ტრანსფორმაციული, ანუ არკანი, ნახეთ. ეხლა გავხსნით თვითონ უფრო ის მაინტერესებს, აქ ძალიან საინტერესო, აქაც ტრანსფორმაცია გავლილი, აქაც ნახეთ. შეიძლება თქვენ აქ უკვე როგორ ხართ, იცით? აქ დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენ მაგის სიყვარულში. დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რასაც გეუბნებათ ეს ადამიანი. უეჭველი. ნახეთ. იმიტომ, მაგრამ თქვენში წავიდა როგორი ტრანსფორმაცია. მე უკვე, ანუ ეს ნახეთ, ხო რო გითხარით, ბევრი რაღაცა დავტოვე უკან. აღარ არის ისე თქვათ, ანუ ეს დაუნდებლობა, ნუ რასაც მე წინ ვილაპარაკე. ნახეთ. და წამოვიდა სხვა ტრანსფორმაცია, როცა აქ ვიღაცას უნდა რომ აღიარება მოხდეს, გაიგეთ? იმიტომ რომ შეიძლება თქვენ უკვე როგორ ხართ, ნახეთ, თუ ოჯახია, ნამდვილად ახლა აქ არ არის არანაირი აღიარება არ სჭირდება, მაგრამ აი აქ მე даже რას გეტყვით, რომ შეიძლება თქვენ გიფიქრიათ იმაზე, რომ სხვა ურთიერთობაშიც ხო არ გადავიდე, ან უკვე მინდა ეს ურთიერთობა თუ არა, აქ შეიძლება იყოს ეგეთი რაღაცები. იმიტომ რომ აქ არ მოდის ჩემთან როგორი ინფორმაცია, რომ მე არ მჯერა, რასაც ეს მელაპარაკება, არა. პირიქით, მე даже ვფიქრობ, რომ თქვენ დაფიქრდეთ ძალიან კარგად და მივხვდეთ, რომ არა, მე ამასთან ისე მინდა გავაგრძელო ურთიერთობა. იმიტომ რომ თქვენთვის ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ გრძნობა, ეს უკვე მიყვებით. ნუ კი, გრძნობა როგორ არა, გაქვთ, რა თქმა უნდა, გაქვთ, просто რაღაცაზე ხართ ახლა გაბრაზებული მაგაზე. იმიტომ არ მოდის ახლა იქ ფუსი-მუსი, სვისი-პუსი. უბრალოდ იცით როგორი მომენტი არის კიდე, შეიძლება გოგოებო, აქ კიდე ერთი საჯარო გაშლა, ამიტომ შემიძლია ვთქვა კიდე ერთი მომენტი, რომ შეიძლება იმდენად არის უკვე ურთიერთობა, აი ნახეთ, მარტო სიტყვები დაუშვათ, ხო? მაგრამ ვითარება არ არის ისეთი, როგორიც მინდა. ანუ თითქოს უკვე ეს როგორ არის, იცით, როცა უკვე სტაბილურად ხარ ადამიანთან, ანუ всё, იცი რომ არსა და წავა ეს ადამიანი ჩემთან იქნება, მაგრამ მე მინდა რომ რაღაცა აი სხვანაირად იყოს, გაიგეთ, სხვანაირად იყოს. და ამიტომ შეიძლება აქ გქონდეთ თქვენ ეს ფიქრები, რომ ნამდვილად მე ისეთი გოგო ვარ, მე ბევრს მოუწონ ვარ,
სხვადასხვა ასაკის ადამიანებსაც ზამაგრად მოუწონ ვარ და ხომ არ და ვარ იმისი ღირსი, რომ თქვათ, ჩემს გვერდით იყოს იმპერატორი და არა თქვათ ეხლა რაინდი. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აქ ეს ადამიანი მაინც როგორ არის, იცით? აი ეს შეიძლება ბევრს ლაპარაკობს, ცოტა საკეთებს, გაიგეთ რა ხდება? და ან მაგრამ მის მიუხედავად მაინც ელოდები თქვენ მაგას. აქ თითქოს როგორი თემა, იცით, რაღაც გაბრაზებული ხარ შეიძლება ამ წუთში ვინც უყურებს ცოტა ამაზე, რომ თუნდაც იმიტომ რომ დაუშვათ ეხლა ადამიანი არ გწერს. მაგრამ ჩვენ ახლა ვნახოთ რომ აქ პოზიცია სხვანაირი არის. აქ უკვე ეს გადალახეთ თქვენ. გადალახეთ. არა, ნუ მაინც კი, მაინც ერჩევთ მაგას, კი. არა. აქ როგორი თემა არის, იცით, რომ ნუ ცოტა გავბრაზდე, მაგრამ მაინც რომ დავიფიქრდები, მაინც ის შენ. просто გაბრაზებული ხართ რაღაც. აი, ბიჭება ვნახოთ. ну, მაგისთვის თქვენ ახლა ეს даже რა თქმა ამის გახსნა. მაგას ნამდვილად ნახეთ, უნდა რომ აი თემა რო არის ჩვენთვის, ნახეთ ახლა რა უნდა რომ გააკეთოს და ვნახოთ რას რა უნდა გმედება. უნდა რომ იყოს თქვენ ამასაც უნდა რომ რაღაცა შეცვალოს ან რაღაცა ისეთი გააკეთოს რომ თქვენ ბედნიერები იყოთ. იმიტომ რომ ამას უნდა თქვენ ხართ მაგისი მზე მთვარე რა ვიცი, ანუ ამას ყველაფერი მაგას უნდა მთელი ცხოვრება ასე თქვენთან იყოს, მაგრამ ეხლა უნდა რაღაცა შეიცვალოს. რაღაცა მინდა გავაკეთო მე მაგისთვის ისეთი რომ ბედნიერი იყოს. პასუხი უკვე აგერ არის ხო ჩვენს კითხვაზე. ანუ რა ჩვენ გრძნობაზე ვეკითხებით, მაგრამ ეს ნახეთ, ჯერ პირველ რიგში აქ ძალიან დიდი სექსუალური ინტერესი აქვს, მაგრამ თქვენს პრინციპში სხვათა შორის ძალიან კარგი შეთავსება გაქვთ თქვენ, თუ სწორედ თქვი ხო? ანუ თქვენ სხვათა შორის ძალიან გრძნობთ თავს, აი სასურველო ქალი ვარ მისთვის და даже შეიძლება აქ დარწმუნებული უნდა იყო თქვენ იმასში, რომ მას არავინ არ უნდა, როგორც აი ქალი ჩემს გარდა. აი ეს უნდა გრძნობდეთ თქვენ ყველა ვარიანტში რა. მას უნდა გრძნობდეთ თქვენ. იმიტომ რომ აქ მართლა სერიოზულად არის ეს ადამიანი და თქვენი გრძნობათ, ну თქვენ რაღაც დარწმუნებული ხართ მასში რა. და ეს ადამიანიც არის ნახეთ როგორ არის, ანუ სასურველო კი, ანუ გრძნობაზე ვეკითხები, მაგრამ ნუ მზე ხართ და ახლა ანუ ეს თulis რომ ეს არის ჩემი საბედო ქალი არის. ეს არის ქალი, რომელთანაც მე მივესწრაფები, მე მინდა მანძილი იქნება, რაც არ უნდა იყოს, მე მასთან მინდა, მხოლოდ მასთან ვარ მე ბედნიერი. გაიგეთ რა ხდება? კაი, всё, ეს გაიგეთ, თქვენ ყველაფერი ვიცი, ჭკვიანები მყავხართ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. так, მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ. რა უნდა რომ გააკეთოთ, გვითხრა, მაგრამ ჩვენ მაინც გითხავთ კიდე. რა უნდა რომ გააკეთოს ეგა თქვენთვის და თქვენი ურთიერთობისთვის და სინამდვილეში რას გააკეთებს ეგა ეგ თქვენი გულისთვის, თქვენი ურთიერთობისთვის. და კაიმერი განახებთ. არ მინდა უბრალოდ ამისი აღება, იქნებ დაგჭირდეს. так, რა უნდა რომ გააკეთო? აჰა. რა უნდა რომ გააკეთოს? გოგოებო, ნახეთ რა ხდება აქ. ამ ადამიანს უნდა თქვენთან რა უნდა რომ გააკეთოს და მეუბნება რომ მე მინდა, ანუ აქ ადამიანი ცოტა როგორი ტიპია, იცით, ეთყობა უფრო სულის დონეს მაჩვენებენ, იცით, იმიტომ რომ მაღალი არკანები არის რა, აქ მოდის აი აქ მაღაზე და ძალიან ისეთი ახლა ნუ ტუზიც ახლა მაღალი ძალების ნიშანია, ხო? და ამიტომ აქ როგორ არის, იცით,
მაგას რა უნდა რომ გააკეთოს, მაგას მართლა უნდა რომ იყოთ მთელი ცხოვრება ერთად, იმიტომ რომ ვარსკვლავი არის უსასრულო, ხო? ვარსკვლავს ვერ მიწვდები. და ამიტომ და თან კარგად და კომფორტულად, გაიგეთ, რა უნდა რომ გააკეთოს. ანუ თქვენი თუ რამე დარდი გაქვთ, ხო, სიტყვაზე, თუ რამე, ანუ გულის ტკენა გქონდათ, თუ ცრემლები გქონდათ, რომ ეს ყველაფერი წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან და იყოთ კომფორტულად, კარგად. ეს უნდა რომ იყოს. ნუ ეს ახლა პრინციპში არის თასები, ეს ცოტა სულიერი, ხო? ეს ცოტა უფრო, ნუ ეთყობა არის ადამიანი თვითონ ისეთი ტიპაჟი, რომელიც აი მგრძნობი არის ძალიან და ანუ უფრო ისეთი აი აქ იცით როგორი მომენტი არის, არ არის ისეთი ტიპაჟი იგრძნობა, რომ თქვათ, აი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყოს ცოტა ხისტი, შეიძლება ცოტა ისეთი იყოს, მაინც ეთყობა უფრო ბევრს ფიქრობს, ბევრს ოცნებობს. ეს დაჟე ეხლა როგორ არის, მაგისი ოცნება ისეთია, რომ თქვენ ეს ყველანაირ რომ მაგის გამო, აი მოდით, მაგის გამო, რომ თქვენ არ გქონდეთ სანერვიულო. რომ მაგის გამო, რომ აი თუ მე ვარ მაგისი, თქვათ, ახლა მიზეზი, რომ ეს ტირის და სისხლს უშრობ, ხო, მე აქა, მე მინდა რომ ეს წავიდეს, რომ აი ეს დავტოვოთ და არი დარდო შენ და აი აქ უნდა რომ აი რაღაც აი კარგი ბედნიერება უნდა თქვენთან. კი, აი ხო ხედავთ, აჰა, ბედნიერება უნდა, კი ბატონო. ბედნიერება უნდა და სხვათა შორის, აჰა, ჩამოსვლაც უნდა. ეხლა ნახეთ რა ხდება ყურუმი რა არის. ამ შემთხვევაში ნახეთ შეიძლება ეს ადამიანი არ გაჩვენებს. გოგოებო, თუ ხართ, ნახეთ, კი ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია, შეიძლება რომ ეს ადამიანი დაჟე მალავს საზოგადოებასაც არ უნდა რომ საზოგადოება ან ვინმე დაენახოს და გაეუგოს მისი გრძნობა. ანუ რამოდენად ძვირფასი ხართ, ანუ თითქოს მალავს. შეიძლება თქვენ დაუშვათ სადმე რო გადიხართ საზოგადოებაში, ხო, დაუშვათ. ან დაჟე ზოგი მე არ გამიკვირდება, რომ ვაფშე შეიძლება არც იციან, თქვათ, ვიღაცა თქვენს არსებობაზე მაგის ცხოვრებაში მალავს, ძვირფასია ჩემთვის, გაიგეთ? მაგრამ თქვენსკენ უნდა მაგას, მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება, აღარ უნდა ეს დამალვა. შეხედეთ, ამას უნდა რომ თქვენზე გაიგოს სამყარო, ყველამ გაიგოს, რომ ეს მყავს მე. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ეხლა შეიძლება ეს ადამიანი დაუშვათ რამენაირად თქვენ, ანუ თუ დაუშვათ, თქვენ არ იყავით ის ქალი, რომელიც თქვათ ჩანდა მის საზოგადოებაში, ნელ-ნელა შეიძლება თქვათ თქვენს თავს ანახებს ვინმეს მაინც. ნუ ეს ძალიან ისეთი თეორია, მაგრამ ნუ პროსტო იცოდეთ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში მაგას უნდა რომ ეს თუ იყავეთ თქვენ მაგისტრის ფარული ეს ქალი, ხო? უნდა რომ გაიგონ თქვენზე. აქ კიდე ეგეთი ვერსიაც არის. კარგით. მაშინ ნახოთ, აბა რას გააკეთებ სინამდვილეში? კაი, ეს უნდა, ეს მაგას უნდა. რას გააკეთებ? ნახეთ რა ხდება, აქ შემიძლია გითხრათ, რომ გოგოებო, ნუ ზოგს არ გამოვრიცხავ მე, რომ მოვიდეს და ნახეთ, შეიძლება გაღიაროს, რომ შენ ხარ მისი ცოლი. ან ნახეთ, შეიძლება ვინმესთან, აი რა ხო ვთქვით, რომ ანუ ნახეთ, აქ ისეთი სიყვარულია, რომ მე უკვე მინდა რომ გაიგოს ყველამ, რომ მე ეს მიყვარს. გაიგეთ რა ხდება? ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი შეიძლება რამე, აი რაც გითხარით მე თქვენ, ხო? ნახეთ, მე ჯერ ვთქვი, მე უკვე მოდის დადასტურება. რომ ეხლა მინდა რომ მე ვთქვა ხმამაღლა და თუნდაც გავაცნო ჩემი, თქვათ, ეს ქალი, როგორც ჩემი ცოლი, ჩემი მეუღლე, ან სულ მცირე, რომ თქვათ დაანახა, ანუ
დაანახებს ამ თუნდაც თავის წრეს, თავის საზოგადოებას, რომ ეს არის ჩემი მთავარი ქალი, ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი ქალი ჩემთვის, ეს არის ეს. გაიგეთ რა ხდება? ნუ იმიტომ რომ აქაც ნახეთ, ეხლა უნდა თქვენ ეს თვლის, რომ თქვენ ეხლა ეს ღმერთმა მომცა მე ეს ჩემი ბედია, მე მინდა, მე მიყვარს, მე ბედნიერი ვარ ამასთან. გაიგეთ რა ხდება? კი. და კი ბატონო, ამას უნდა რომ რაღაცა მოხდეს, ანუ სხვაგვარად, იმიტომ რომ ეს არის მისი სიამოვნება, ეს არის მისი სიყვარული, ეს არის ის, რაც მას უყვარს. და აქ ეს ადამიანი ფიქრობს განახლებას, როგორ განახლებას ფიქრობ? გოგოებო, ნუ ნახეთ, ეხლა რა არის, იცით, აქ თუ დაუშვათ, ხო გეუბნები, რაღაც სხვანაირად უნდა მაგას წაყვანა ამ ურთიერთობის, იმიტომ რომ შეიძლება ეს თუ დაუშვათ, ვინმეს ატყუებს, ვინმეს არ ეუბნება, მალავს თქვენს თავს. ეხლა ვიტყვი ძალიან ცუდ სიტყვას. და იკიდებს ამ ყველაფერს. ვინ რას ფიქრობს, вообще არ მაინტერესებს. რატომ ასეთი მოგივიდა შენ აზრი? რატომ მოგინდა ასეთი თქმა? ნუ იმიტომ რომ ამ ადამიანმა მიხვდა რომ ჯერ პირველ რიგში გოგოება აქ შეიძლება სხვაობა გქონდეთ ამ საკში, არ გამოვრიცხავ. საკმაოდ ისეთი რა, მოდის ეგ ინფორმაცია, ბევრი ხარ, არის, მოდის აქ ეგეთი ინფორმაცია, რომ შეიძლება სხვაობა იყოს. უბრალოდ სულის დონეზე თქვენ ხართ, სულებს არ აქვს ეს მომენტები, სხვაობები და რაღაცა ასაკის, მაგრამ აქ მოდის ეგ ინფორმაცია, შეიძლება იყოს ეგ მომენტი. აი აქაც აჩვენებენ, მაგრამ იცით როგორ არის, ანუ რატომ მოუვიდა, შეიძლება იყო რაღაცა პერიოდი, რომ მერყეობა გქონდა. მინდა არ მინდა გავაგრძელო მასთან ცხოვრება. ანუ მაგრამ აქ იცით როგორ არის, აქ დიდი დრო გავიდა და აი თითქოს იცით როგორი მომენტი მოდის, რომ აი მზრუნველობის სურვილიც გაუჩნდა. ანუ მქონდა მერყეობა, მაგრამ მე მივხვდა რომ თქვენ ხართ ის ქალი, იცის მაგან რომ თქვენთვისაც ეს მნიშვნელოვანია და თქვენ სხვაგან არსად არ გაიხედავთ და მისთვის იმიტომ ხარ, ანუ ეს როგორი თემა იცით, ანუ როცა ადამიანი დარწმუნებული არის, დარწმუნდა იმაში, რომ აი რა არის, ახლა ჩვენ ხო ვფიქრობთ ბევრი რომ თქვათ, დადის ახლა ამ კაცებს ახლა ვერ ძღებიან და ისე და ისე. აი არის ვარიანტი როგორი, всё, კაცნი დაუშვოთ, ახლა არის ერთგული ქალის, იმიტომ რომ მივხვდი რომ ასე როგორც მას ვუყვარ ვარ, მე არავის აღარ ვეყვარები, ხო? და არის მისი ერთგული. ზოგი კი არის, რომელიც თქვათ, იქით-აქეთ დაბოდიალობს, თქვათ, შეიძლება თქვათ დაძვრება ასე უხერხად თქვათ, მაგრამ მაინც უბრუნდება ამ ქალს. და იცდა, შეიძლება გეუბნება, თქვათ, რომ აი არა მხოლოდ შენ და არავინ არ მინდა, მაგრამ რას დაძვრები? ეს სხვა თემა, რას დაძვრება. მაგრამ აი ძირითადად, იცით როგორი სიტუაცია, რომ ეს როცა ვიცი რომ ჩემია, კი გქონდათ რაღაცა თქვენ ესეთი აქ ურთიერთობა შეიძლება იყო ასე საქანელასად, ხან იქით, ხან აქეთ, ხან იქით და ბევრი რაღაცები გაქვთ გამოვლილი მაგდაგვარი რამე, მაგრამ დარწმუნდა თქვენში დარწმუნდა მაგ ადამიანმა, კი, დარწმუნდა და ყველანაირი მაგას ეჭვი, რომელიც ჰქონდა, მოკლა თავის თავში და მიხვდა, რომ ეს არის განძი. დარწმუნდა, კი, ეჭვი თუ რამე ჰქონდა. ეხლა აქ როგორი თემა არის, აი თქვენი გულისთვის რო გითხო, რას გააკეთებს შენი გულის, აი მართლა შეიძლება ადამიანი მოკლას. მართლა გეუბნებით, გოგოება, აქ არ არის ზღაპარი. ეს ყოველ შემთხვევაში არის მაგას, აი რო არჩევანის წინ დააყენო, რას გააკეთებს, არა, თავისი სიყვარულის გულისთვის კი. იზავს მაგას, არც დაფიქრდება.
ასეთ სიყვარულს ეს ადამიანი მართლა შეიძლება ელოდებოდა კაიხანი. გაიგეთ? და აი რომ მიიღო ეს განძი. უკვე всё მაგისკენ მიდის რა. ეს მისი სურვილი. კი. ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. აქ თქვენ გადაატრიალეთ მაგის თავში, აი რა სად იყო? აი სად იყო? აი აქ. რო გითხარით. აქ რაღაცა უდიდესი ტრანსფორმაცია მოახდინეს მაღალმა ძალებმა თქვენში. თქვენ ახლა უნდა გრძნობდეთ, ნახეთ, შეიძლება ზღვარზე ხართ ახლა. ანუ დავასრულო ეს ურთიერთობა, გავაგრძელო ეს ურთიერთობა, აი აქაც სხვაობა მათ ჩვენს, ნახეთ. ანუ რა გავაკეთო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ ახლა პრინციპში სექსუალური ენერგიით კი ხართ თქვენ ერთმანეთში, ძალიან კარგი გაქვთ თქვენ ეს თემები რა. მაგრამ შეიძლება ფიქრობდეთ, აი როგორც თქვათ ახლა მამაკაცი, რომელიც თქვათ მზრუნველი და ასე შემდეგ, შეიძლება თქვათ სხვა ვინმე ხომ არავირჩიო. მაგრამ აჩვენებენ აქ რა, რომ არა, წყვილი ხარ თქვენ. ასეთ შემოსიხარულება, აჰა. თქვენი გულისთვის ღმერთმა არაქნას ვინმეს ელსაც გამოჭრის, გეუბნებით, ეს ადამიანი არის თქვენი კაცი. აქ მაჩვენებენ ახლა უკვე რომ ყველანაირად კი ეს ბიჭი სხვათა შორის განიცდის, რომ შეიძლება ბევრ ამის ვერ აკეთებს თქვენთვის რა, იმიტომ რომ აქ ცოტა ფინანსური თემა არის, მაგრამ ისე თქვენ რომ მაგისთვის პენტაკლის უძვირფასესი ქალი ხართ, მისი ვარსკვლავი ხართ და მაგას სხვა არავინ არ სჭირდება, ეს არის უკვე აქსიომა. всё, მეტი რაღა გითხრათ შემოკარგება. всё. გავარკვიეთ. всё, ჩემო ლამაზებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან. ვეგელოდებით თქვენს გულებს, ველოდებით თქვენს ლაიკებს. ვინც არ გამოიწერა, ჯერ არხი გამოიწერეთ, ბევრი საინტერესო გვაქვს ჩვენ ახლა აქ. ვისაც უნდა რომ თვითონ წაიკითხოს ტარო ჩემსავიდან ჩემზე უფრო კარგად, მობრძანდეთ, გასწავლეთ. მოგმართეთ და ჩვენ გინდათ ქართულად, გინდათ რუსულად გასწავლეთ ყველა ვარიანტში, ყველაფერს. всё. გაკოცეთ ბევრი, მიყვარხარ ძალიან, მომავალ შეხვედრამდე.